გამარჯობათ. ხშირად მეკითხებიან, როგორ მოხვდი კოსმოდრომ ბაიკანურზე და მეც პასუხობ შეძლების დაგვარად. ახლა გადავწყვიტე უფრო ვრცლად მოგიყვეთ. ეს ადგილი ამ ადგილთან მაქვს გარკვეული ბმა, იმიტომ რომ ახლა კაცი შენობა რომელიც ჩანდა ეს იყო საფრენოსონო შემადგენლობის სასადილო, მათ განსაკუთრებული კვება ჰქონდათ და მათთვის ავიაპოლკისთვის იყო სპეციალიზირებული სასადილო, სადაც ტექნიკური პერსონალი ძირითადად იკვებებოდა. ეს გახლავთ ის შენობა ლიოტნო-ტექნическая столовая ერქვა. აქედან ვიცნობდით ვინც იყო გამგე, ეს კოსმოდრომ ბაიკანურის ნომერ 1 საშუალო სკოლა. საბჭოთა კავშირის დროს, ჩემი იყოფნის დროს, აქ იყო ჩამოსული მელიტონ კანთარია, რომელსაც აღმოაჩნდა შვილი ქალიშვილის მხრიდან ჯარში აქ და ჩამოაკითხა მას. დახვდნენ გენერლობა, მთელი ამბავი იყო, მასთან ახლდა სიძე, რომელსაც როგორც გაირკვა კამბეშას ეძახდნენ, ასე წარმოგვიდგა ის ჩვენ ზედმეტ სახელით და ამას მახსოვს სულ აპროტესტობდა კაპიტანი რეზოფოჩხუა, რომელიც საამშენებლო ნაწილებში ოფიცერი გახლდათ. ვითომ ამ სკოლას მიანიჭეს მელიტონ კანთარიას სახელი, თუმცა მელიტონი როგორც კი წავიდა, ეს ამბავი მალევე მიეცა დავიწყებას. ანუ ეს სკოლა ვერ გახდა მელიტონ კანთარიას სახელობისა. ხა რატომ მქონდა მე ემოციური ბმა ამ ადგილთან, იმ სასადილოსთან და ამ სკოლასთან? იმიტომ რომ აქ ამ ადგილას ახლა კადრები შეტრიალდება და თქვენ ნახავთ. ჩემ ძმას ჰქონდა ქალაქში ერთ-ერთი პირველს საკუთარი მაღაზია. ეს გახლდათ კომერციული მაღაზია, მას სახელად ერქვა ჩემო ბატონო სირიუსი. ცოტა უცნაური სახელი კი ერქვა, მაგრამ როგორც დაარქვა ჩემმა ძმამ, ისე ერქვა. ხა ჩვენ ამ ღობესთან მოუხვევთ და პირდაპირ კადრში გამოჩნდება ეს მაღაზია სირიუსი. აქ მოღვაწეობდა ჩემი ძმა და სწორედ მას ჩავაკითხე ამ ქალაქში. პირველად ამ ქალაქში მოვხვდი 1984 წელს. ჩემი ძმა აქ მოხვდა პირველად 80 წელს, 1980 წელს ჯარში. 2-ში დაამთავრა 82-ში და დარჩა იქა და 2 წლის შემდეგ მე მას აქ ჩამოვაკითხე პირველად. მე აქ სწავლა ვერანაირად ვერ მექნებოდა მიღებული, იმიტომ რომ მე უკვე მეხუთე კურსზე ვიყავი გადასული, როდესაც მე აქ ჩამოვედი პირველად 1984 წელს. მეხუთე კურსის სტუდენტი გახდით. ჩემო ბატონო და შვილიც მყავდა. ეს გახლავთ ის შენობა, რომელზედაც მე თქვენ ახლა გესაუბრეთ. ეს გახლავთ ის კომერციული მაღაზია, სადაც მოღვაწეობდა ჩემი ძმა, მოგეხსენებათ 90-იან წლებში. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მოძრაობა, სამწუხაროდ თავიდან ვითომ მრავალპარტიულობა იყო, ყველა სხვადასხვა პარტიაში ვიყავით, მაგრამ არაფერი განსხვავება არ. მე პირადად გახდით სახალხო ფრონტში და შემდეგ ჩვენ ერთმა ჯგუფმა გადავინაცვლეთ სახალხო ფრონტის ზეპარტიული გაერთიანება გახლდათ და იმ პარტიაში, რომელსაც ერქვა ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია. პარტიის თავმჯდომარე გახლდათ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ მიხონანეიშვილი აცხონოს ღმერთმა. და ეს შემდეგ დაიწყო ერთმანეთთან დაპირისპირება. პირადად მე მაგალითად ადამიანებმა, ვისთან ერთადაც ბევრი მიწვალია, დაუშვათ მიტინგები და ასე შემდეგ. საერთოდ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩემთვის არ აღმოჩნდა არანაირი სამსახური. არადა მე უმაღლესი განათლებით გახლდით, მუშაობდი განათლების განყოფილებაში, გარკვეული სტაჟი მქონდა, პარალელურად ნახევარგანაკვეთზე სკოლაში და
ნუ ფაქტიურად სხვა მეტი არაფერი არ ვიცოდი. ბიზნესი ჩემთვის იყო უცხო. აი ეს გახლავთ წინა ხედი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილა ჩემი ძმის მაღაზიისგან, ჩემო ბატონო, იმ სირიუსისგან. ეს ყველაფერი მე რა თქმა უნდა მახსოვს და სხვა ყველაფერი დაანგრეულა. 1980 მალევე ჩემი იქ ჩამოსვლიდან ალბათ 94-ვე წელს ჩემმა ძმამ აქაურობა დატოვა, ეს მაღაზია გაჰყიდა, ვინმე სანსანიშ მიყიდა და სანსანიშმა ეთყობა დაიკიდა ფეხებზე და ჭერით ჩანგრეული და ყველაფერი. ჩემი ძმა 5 წლის წინ გარდაიცვალა მოსკოვში, მოსკოვის ოლქში წავიდა აქედან და მე დავრჩი მარტო. ეს იყო ტიპიური კომერციული მაღაზია, რომელშიც მოსახლეობას მოქონდა ჩასაბარებლად რაღაც საქონელი და ეს უკვე არ ყოფნიდა და ფაქტიურად აი პურის ფული გაიშოვებოდა, ამიტომ ჩემმა ძმამ გადაწყვიტა მისი გასხვისება, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო და ტკბილი მოგონებებიც მახსოვს აქედან. ერთმა ნახველმა დამიწერა, რომ აი ის ამის კონცერტები იმართებოდა, მეთქი ჩემს ძმას უყვარდა მე მათი აქ მოყვანა მათ შორის და ერთი მინაევის იქო, მივხვდი ეს წინადადებას სრულად ასაზრს, ერთი შენი დედა აქ და მეორე მინაევის იქო. რა გიყო ძმაო, დედაჩემს მიეწიე საფლავში წარმატებით, თუ ასე გინდა მაინც და მაინც მასთან შეხვედრა. მოკლედ, აი ესეთი იყო აი ეს მაღაზია. ძმა მეგულებოდა აქა და მე, როდესაც პირველი ხიფათი შემემთხვა, სხვადასხვა პარტიაში ვიყავით, როგორც იცით, შემდეგ მოხდა ის მოვლენები, რომ საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი გაძევებული იქნა სამხედრო ამბოხის შედეგად, მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, ხუნტას დაარქმევ თუ ხუტას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, მიზეზი იყო ის, რომ თანამდებობები ვერ იქნა გაყოფილი და ასეთნაირად დაითხოვეს პირველი პრეზიდენტი, შემდეგ მეც მომყევი ამ ორ მტრიალში, სხვადასხვა პარტიის წევრები რო ვიყავით, რაღაც სადღაც შეკრებილები და მოკლედ ცუდი ამბები შემემთქვა. ძალიან მოვხვდი ყველა პარტიის წევრი დაგვაპატიმრეს, ვითომ ესენი ოპოზიცია არიანო და როგორც ერთმა ზვიადისტმა მითხრა შემდეგ ხუმრობით, შევარდნაძე რას გაიგებს, ჩვენ რას ვაკეთებთ, თვითონ ჩვენ არ ვიცით რას ვაკეთებთო და მოკლედ 1-3 დღე მომიწია პატიმრობაში ყოფნა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მირტყეს. და შემდეგ ესე იძულებული ვიყავი, უკვე იქ ცხოვრება წარმოუდგენელი იყო და აი აქ ჩამოვედი, რაღაცა ვითომ მოვაწყვეთ ჩემთვის, ოროთახიანი ბინა ვიშოვეთ, რაღაცები მინიმალური დავდგით ჩემი ძმის დახმარებით და სამწუხაროდ ცოლშვილის წამოყვანის წინ ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობდი და იქ ხდებოდა ეს ყველაფერი, დამაყაჩახეს კიდეც. მოკლედ, აი ასე მოხვდი კოსმოდრომ ბაიკანურზე, ეს პირველი საშუალო სკოლა კოსმოდრომ ბაიკანურის, ჩემო ბატონო, იქ სასადილოა გვერდში და ჩემი ძმის ყოფილი მაღაზია სირიუსი, რომლისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა. ჩემი ძმა შემდეგ გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად და იქ გარდაიცვალა. და 5 წელია და იქ არის დასაფლავებული, ქალაქს ჰქვია კრასნოზნამენსკი, ეს გახლავთ რუსეთის კოსმოსური ძალების ცენტრი. მაინც ბაიკანურიდან დიდად არ არის შორს წასული. ვისაც მოგეწონებათ, გთხოვთ დამისვათ ლაიქები და რაც მთავარია გამოიწეროთ ჩემი არხი Facebook-ზე, დამაფოლოვეროთ TikTok-ზე და ასე შემდეგ. გაიხარეთ.